ქუთაისში რაგბის კომპლექსის მშენებლობა დაიწყო. თანამედროვე სტანდარტების სპორტული მოედანი 8 ჰექტარზე განთავსდება და მას საქართველოში ანალოგი არ ექნება. კომპლექსში 4 მოედანი შევა, აქედან 3 ბუნებრივი, ერთი კი ხელოვნური საფარით დაიფარება. აშენდება საერთო საცხოვრებელი, გასახდელები, სასადილო და სასტუმრო. მშენებლობა 2013 წლისთვის დასრულდება. პირველ ეტაპზე პროექტი 5 მილიონით დაფინანსდება. მშენებლობის საძებნის ჩაყრას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი ესწრებოდა. რაგბის მხარდაჭერი პროგრამა არსებობს სახელმწიფოს და კერძო სექტორს შორის და ბანკი ქართულთან ერთად ჩვენ ვაკეთებთ ყველა რეგიონში რაგბის მოედნებს. ქუთაისში იქნება ყველაზე დიდი და ყველაზე განსხვავებული. 2012-ში ეტაპობრივად გაიხსნება ეს სტადიონი და 2013-ში თავიდან ბოლომდე იქნება დასრულებული სახის. თქვენ იხილეთ ეს მაკეტი, იცით რომ აქ იქნება სასტუმრო, აქ იქნება ასე ვთქვათ 4 მოედანი, აქედან ერთი ხელოვნური, 3 ბუნებრივი, აქ იქნება სკოლა. ეს არის დაფასება ქუთაისური რაგბის, რომელიც ამდენი ხანი რატომღაც ვერ ხერხდებოდა, მაგრამ მადლობა ღმერთს ყველამ ერთად ეს მოახერხეთ და აი აქ აშენდება საქართველოში ყველაზე დიდი სარაგბო კომპლექსი.